მგონია რომ ემიგრაციაში ყველაზე ხშირად სწორედ სუპერმარკეტისკენ მიდიხარ. დღესაც ასე იყო. გარეთ ისევის ბერლინური ამინდია, აგვისტოა, მაგრამ მოსაცმელს მაინც ვიცვამ. ეკოჩანთებს ვიღებ. თავიდან სულ მავიწყდებოდა, ახლა კი მათ გარეშე მაღაზიაში გასვლა თითქმის ტელეფონის დავიწყებას გავს. კარს ორჯერ ვკეტავ. აქ ასე სჯობს, თუ რამე მოხდა, შეიძლება ბოლოს უფრო შენა გიხსნან, რატომ არ ჩაკეტეს სწორად, ვიდრე იმას კითხონ, რატომ შემოვიდა. ხის კიბეებს ჩავარბი ვარ, გზად მეზობლების გვარებს ვკითხულობ, კაფკა, შილერი. ხანდახან მგონია ლიტერატურის მუზეუმში ვცხოვრობ და არა მოაბიტში. რამდენიმე წუთში უკვე მაღაზიაში ვარ. ერთი საინტერესო წესი მაქვს შემჩნეული, რაც ქართულ პოლიტიკას მაგონებს განსაკუთრებით. თუ მაღაზიაში მშიერი შევდივარ, ყველაფერი მინდა. თუ მაძღარი ვარ, ყველაფერი მარტივდება. პური, კვერცხი, ბანანი, პომიდორი, ყველი და რა თქმა უნდა ლუდი. როცა უცხო ქვეყანაში ცხოვრობ, ქალაქს დიდ მოვლენებში კი არ ეჩვევი. ეჩვევი იმას, რომ უკვე იცი სად დევს პური, რომელი სალარო მოძრაობს სწრაფად და რომელი ქუჩით უფრო მალე მიხვალ სახლამდე. გამოგიტყდებით, ამ შეჩვევის ზოგჯერ მეშინია, რადგან ყოველ ჯერზე, როცა ქალაქი შენთვის უფრო ნაცნობი ხდება, უნებურად ფიქრობ, ნეტავ იმ ადგილებს ხომ არ ვშორდები, სადაც ყველაფერი ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო. იმიტომ კი არა, რომ ბერლინი არ მომწონს პირიქით, ადამიანი როგორ ადვილად ეჩვევა ყველაფერს, იმასაც კი, რაც ოდესღაც სრულიად უცხო იყო. ალბათ ასე იქნება მეორე სახლიც, ძალიან ჩუმად, ყოველდღიური, თითქმის შეუმჩნეველი ჩვევებისგან.